გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ვფიქრობდი რაზე უნდა მე საუბრად და გადავწყვიტე ცოტა წაგეჭორაოთ ბრაზილურ სერიალებზე და ზოგადად, ბრაზილიაზე კონკრეტულად არა, უფრო ბრაზილურ სერიალებზე და რა თქმა უნდა ეს ბრაზილიასაც ეხება, იმიტომ რომ ყველა ბრაზილური სერიალი ნაწარმოებია ბრაზილიაში. და შუაშია ზოგადად ქართულთან ან ქართველებთან ბრაზილიური სერიალები, ხო? არსებობს თურქული სერიალებიც, არსებობს ლათინოამერიკული სერიალებიც, ამერიკული სერიალებიც, რომლებიც ძალიან პოპულარული არის დღემდე საქართველოში, მაგრამ ბრაზილიური სერიალები ჩემთვის ეს არის სიმბოლო იმედისა, იმ იმედისა, რითაც ცოცლობდა ქართველიერი 90-იანი წლების დასაწყისიდან 2000 წლების დასაწყისის სადღაც შუა წლებამდე, როცა ძალიან რთული პერიოდი იყო საქართველოში, მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური და აგრეთვე სოციალური კრიზისი მეფობდა და ბევრმა ქართველმა ადამიანმა ბრაზილიურ სერიალებში უსაზრო სითბო და სულიერი მხარდაჭერა იპოვა. იმიტომ რომ ეს ფერადი, ემოციური, სიცოცხლით სავსე ისტორიები უბრალოდ გართობაზე ბევრად მეტი იყო ქართველებისთვის. ეს ერთგვარი თერაპია იყო, როცა ვუყურებდით უსამართლოება, მაგალითად სერიალში ნაჩვენები რომ იყო დაპირისპირება, ეგრეთ წოდებული კლასების, მდიდრების, ღარიბების და ბრაზილიურ სერიალებში თითქმის არ არსებობდა საშუალო კლასი და იმ პერიოდის საქართველოშიც თითქმის აღარ არსებობდა საშუალო კლასი. ამ ყველაფერს როცა უყურებდნენ ქართველები და ვუყურებდით მათ შორის მე ბავშვობაში, მაშინ პატარა ვიყავი ძალიან, მაგრამ მახსოვს რაღაცნაირად მაინც იმედი ქონდათ ქართველებს, რომ იცით რა, ჩვენ არ ვართ მარტო. სხვაგანაც ხდება იგივე სიტუაცია და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამ ყველაფრისთვის. მართლა ესე იყო. ბევრი რა თქმა უნდა ამას ითქვეს სასისულელია და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვარ 94 წლის ბავშვი, ან 94 წელში დავიბადე და ძალიან კარგად მახსოვს ეს მომენტები ჩემს ცხოვრებაში. მახსოვს როცა უშუქობის პერიოდი როცა იყო, მიხეილ სააკაშვილამდე განსაკუთრებით, არასტაბილური იყო სინათლე, ხან მოვიდოდა, ხან წავიდოდა და როცა მოვიდოდა სინათლე, რას აკეთებდნენ ქართველები ამ დროს? რას აკეთებდნენ? პირველ რიგში რასაც აკეთებდნენ ეს იყო ტელევიზორს ჩართავდნენ, გამოქონდათ საჭმისთვის განსაკეთებელი ინგრედიენტები, ხდებოდით ყველა აბსოლუტურად მეზობლები შემოდიოდნენ, მაგალითად ჩვენ ფერადი ტელევიზორი ქონდა, ამიტომაც ჩვენთან ყველა შემოდიოდა. თან მეზობლებსაც შემოქონდათ მაგალითად ლობიო გასარჩევად, ან კარტოფილს ჭრიდნენ, ან რაღაც ხახვს და ყველა ერთად მისაღებ ოთახში ვუყურებდით სერიალს და თან განიხილავდნენ უფროსები, თან შიგადაშიგ იყო პოლიტიკური კომენტარებიც და მოკლედ ძალიან საინტერესო მომენტი იყო. რა თქმა უნდა, იმის და მიუხედავად რომ ის იყო ძალიან რთული პერიოდი ქართველებისთვის, მაგრამ ერთგვარი ეს ერთობლიობის განცდა, რაც იმ პერიოდში იყო, იმ მომენტში ალბათ არასოდეს არ დამავიწყდება და ვფიქრობ, რომ არც არასოდეს განმეორდება. რაღაც მომენტში კარგია რომ არ გამეორდება ის უბედურება, რაც საქართველოში იყო. იმედი მაქვს. იმედი ცოცხლობს ადამიანი. და ეს ბრაზილიური სერიალები იყო ერთგვარი იმედის მომცემი, როგორც გითხარით, ეს ფერადი რაღაცნაირი მზიანი, ემოციური ხალხი ბრაზილიერები, რომ ყველაფერში უბედურებაც რომ მოხდეს იუმორით რომ იღებენ ამ ყველაფერს და შემდეგ სიმღერა, თამაში, მოკლედ ზუსტად ისაც ჩვენს რეალობაში ხდებოდა და ხდება კიდევაც დღეობით სამწუხაროდ საქართველოში და ამის გამო ქართველებისთვის ბრაზილიელი ხალხი იქცა ერთგვარ ახლო მონათესავა ერად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაშორებულები ვიყავით და ეს იყო უბრალოდ ტელევიზიით დაახლოება ვიტყოდი. შეიძლება ბრაზილიელებმა არც კი იციან ამის შესახებ, მაგრამ ერთხელ ერთმა ბრაზილიელმა მეგობარმა მეგობრობის დასაწყისში მკითხა თუ რა ვიცოდი ბრაზილიის შესახებ და როცა ჩამოუწერე მთელი ეს ბლა რაც ვიცოდი ბრაზილიაზე, გაუკვირდა, საიდან იცი ესეთი დეტალებიო? საიდან ვიცი?
სერიალებიდან. იმიტომ რომ ბრაზილიური სერიალებს იმ პერიოდში რაც ახასიათებდა და რაც მე მომწონდა და მომწონს დღემდე, ეს იყო უბრალოება, რეალიზმის გადმოცემა, ყოველგვარი ზედმეტი გაფორმების გარეშე, ყოველგვარი ზედმეტი მსახიობობის გარეშე, ის იყო უბრალო ყოველდღიური ცხოვრება, ნაჩვენები, თუ როგორ იბრძოდნენ ხალხი ყოველდღიური ლუკმისთვის და რაც ძალიან ბუნებრივი იყო ყოველგვარი ზედმეტი გადაჭარბებების გარეშე. და ზუსტად ეს მოწონდათ ქართველებს. და ეს მომწონდა მეც. ჩემზე ძალიან დიდი ზემოქმედება მოახდინა კლონმა, ოკლონ თუ არ ვსწრები ესე ერქვა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ქართულად კლონს ვეძახდით. ეს იყო ვითო ფანტასტიკური რაღაცა ჟანრის სერიალი, მაგრამ არ იყო ფანტასტიკური, ერთადერთი ის იყო კლონზე იყო საუბარი. და მოკლედ მთელი ისტორია იყო ამ კლონზე, მაგრამ იქ იყო ნაჩვენები აღმოსავლეთის და დასავლეთის კულტურების დაპირისპირება და ძალიან კარგად აჩვენებდნენ აღმოსავლეთს, კონკრეტულად არაბულ სამყაროს და ამ სერიალის ყურებისას დავინტერესდი აღმოსავლეთი და შემდეგ იმიტომ როცა უკვე დიდი გავიზარდე, გადავწყვეტი აღმოსავლეთწოდნიობაზე მესწავლა. ნუ არა არაბისტიკაზე, არამედ ირანისტიკაზე, მაგრამ ვსწავლობდი. დიახ. ამიტომაც ქართველი ერისთვის, განსაკუთრებით ჩემი თაობის ხალხისთვის და უფრო შორის, აი ასაკოვანი ხალხისთვის ბრაზილიელები იყვნენ ძალიან ახლო ადამიანები და მათი სერიალები ჩვენთვის იყო ერთგვარი თერაპია, როცა საღამოობით დაღლილები, უიმედობით სავსეები ქართველები ტელევიზორის წინ შემოუხდებოდნენ, მაშინ მე ბევრ რაღაცას ვერ ხვდებოდი და ვუყურებდით სერიალებს, ვიტყოდი, ვხედავდით ფერად მხიარულ ხალხს, მაგრამ ზუსტად იგივე პრობლემებით, ჩვენც იმედებით ვივსებოდით და ვამბობდით, რომ ცხოვრება მშვენიერია, ცხოვრება გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია. და ამ სიყვარულის გამო იყო ხშირად, რომ იმ პერიოდში ძალიან ბევრ ბავშვს დაარქვეს სერიალის გმირების სახელები, ბევრი ადამიანი ოცნებობდა ბრაზილიაში მოგზაურობაზე. მათ შორის იყო დედაჩემიც, სიკვდილის ბოლოსაც როცა ვკითხე თუ რა უნდა ყველაზე მეტად, მან თქვა, რომ თუ ის გაიმარჯვებდა, თუ დაამარცხებდა კიბოს, მისი სურვილი იყო, რომ ჩემთან ერთად წასულიყო ბრაზილიაში, მისი ოცნება იყო ძალიან უყვარდა ბრაზილია და მე პირობა მივეცი დედას, რომ როცა დასრულდებოდა ეს ყველაფერი, მე მჯეროდა მაშინ, რა თქმა უნდა, 100%-ით ჩვენ გავიმარჯვებდით. ჩემი ოცნება იყო, რომ პირველი რასაც გავაკეთებდით, როცა მორჩებოდა ეს ყველაფერი, ეს ჯოჯოხეთი, რასაც იმ პერიოდში გავდიოდით, პირობა მივეცი დედას, რომ ჩვენ ერთად წავიდოდით და ერთად ვნახავდით ბრაზილიას. მაგრამ სამწუხაროდ ამ ბრძოლაში დედა დამარცხდა, მამაცურად. მაგრამ აი ეს ოცნება რჩება და ჩემი ოცნება, რომ ეს ოცნება დედაჩემის ერთადერთი ყველაზე დიდი ის ოცნება, რაც მე მითხრა, შევასრულო. და ალბათ ოდესღაც, როცა მის საშუალებაც მექნება, წავალ რიო-დე-ჟანეიროში, აი მოვივლი ქალაქს, სანაპიროზე გავალ, სადაც ოცნება თქონდა დედას, რომ ესეირნა და აუცილებლად ბოლო ხმაზე ვიყურებ მის სახელს და ვეტყვი, რომ დედა, ოცნება ავისრულეთ. დიახ. და რისი თქვა მინდოდა დაუბრუნდეთ სერიალს, რომ შეიძლება ბანალური რაღაცები ბევრი ადამიანისთვის იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. დღევანდელი გადასახედიდან, როცა მე ვუყურებ რაღაც ეპიზოდებს ამ სერიალების, რა თქმა უნდა, მეცინება, მაგრამ იმ პერიოდში ქართველ ხალხს ეს სჭირდებოდა და ამ ყველაფრით რაღაცნაირად გადავლახეთ, ძალიან ბევრი ადამიანი გადაურჩა ფსიქოლოგიურ პრობლემას, ალბათ მე ვითხოვდი და ამისათვის მადლობელი ვართ, ალბათ ყველა ქართველი, ვინც უყურებდა სერიალებს, ბრაზილიურ სერიალებს, იმათ, ვინც ეს ყველაფერი შექმნეს.
დიახ. სულ ეს იყო დღევანდელი სასაუბრო თემა, იმედია მოგეწონათ და მაინტერესებთ თუ თქვენ ზოგადად გიყვართ სერიალები, თუ ყურებთ და ანუ ყურებდით მაგალითად და ბოლოს რომელი სერიალი ნახეთ. დაწერეთ აუცილებლად კომენტარებში. აბაჰე და დროებით.